რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები 2024 წლის დეკემბერში დაიძაბა. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული თვითმფრინავის შემთხვევით ჩამოაგდეს ყაზახეთში, რასაც 38 ადამიანი შეეწირა. ამ ტრაგედიამ შეძრა აზერბაიჯანული საზოგადოება, მაგრამ მოსკოვმა ეს ინციდენტი უბრალო შეცდომად გამოაცხადა და საკითხი დამატებითი ახსნების გარეშე დახურა. სახალხო გლოვის ჟამს აზერბაიჯანელებმა რუსეთის მიდგომა შეურაცხყოფად აღიქვეს და დაიწყეს მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. მთავრობამ საპასუხოდ რუსული თვითმფრინავებისათვის ჩაჩაკეტა, მილიონობით დოლარის სავაჭრო შეთანხმებები გააუქმა და საჯაროდ დაგმო მოსკოვი. 2025 წლის ივნისში კი მოხდა კიდევ ერთი დარტყმა. რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში პოლიციამ რეიდი მოაწყო მიგრანტების უბნებში. დააკავეს აზერბაიჯანელი ძმები, რომლებიც სხვადასხვა ინფორმაციით პატიმრობაში წამებით გარდაიცვალნენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა განმარტებისათვის რუსეთის საელჩოს დროებით რწმუნებული პიოტრ ვოლოკოვიხი დაიბარა და მოსთხოვა მომხდარის გამოძიება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. აზერბაიჯანის მთავრობამ ასევე გააუქმა რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის დაგეგმილი ვიზიტი ბაქოში. აზერბაიჯანის პოლიციამ რეიდი ჩაატარა რუსულ მედია საშუალება სპუტნიკის ოფისში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმდინარე წლის თებერვალში აკრედიტაციის გაუქმების მიუხედავად სპუტნიკი არალეგალური დაფინანსების გზით მაინც განაგრძობდა საქმიანობას. დააკავეს 7 ადამიანი, მათ შორის სპუტნიკ აზერბაიჯანის მთავარი რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს დირექტორი. ამჟამად კი გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის უკანონო მეწარმეობისა და დანაშაულებრივი გზით ქონების დაუფლების ბრალდებით. კრემლმა პატიმრების გამოშვება მოითხოვა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე არ აძლევს რუს დიპლომატებს პატიმრებთან კომუნიკაციის საშუალებას. იხურება 7 რუსულენოვანი სკოლაც, მანამდე კი თებერვალში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება ბაქოში მდებარე რუსეთის სახელმწიფოს კულტურული დიპლომატიის სააგენტოს ფილიალის დახურვის შესახებ. არც პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩასულა მოსკოვში 9 მაისს გამართულ აღლუმზე ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად. ეს ყველაფერი კი მკაფიოდ მიუთითებს რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულ ურთიერთობებზე.